როგორ ხართ მეგობრებო? ხა ჩავწე უბრალოდ კამერა ავიღე. მაგრამ ისეთი არაფერი არ ხდება. მივდივარ სამუშაოზე, მოგემზადე. ნაგაბი გადავყარე, პური ვიყიდე, ეხლა მოვედი მაღაზიიდან. რო ბავშვები მოლენ ჭამონ საჭმელი. კარტოფილი შეწვი და რატომ შეწვი კარტოფილი არ გაინტერესებთ? იმიტომ რომ ქართული ტყემალი გვაქვს. ამანად ჩამოგვიდა საქართველოსთან და ქართული ტყემლის ხათრით შეწვი კარტოფილი. არა, ისედაც გვიყვარს, ხშირად ვწვავთ ხოლმე, მაგრამ ეხლა ძალიან მოგვენატრა ეს ტყემალი, ყველი, რაც ასოცირდება საქართველოსთან, თქვენც ხო კარგად იცით რა. ხა და შეწვი ხა კარტოფილი ერთი ტაფა. ტყემალი არის ჩამოსახსნელი, ჩამოვასხავ, რომ ბავშვებმა არ იწუწაონ. ცოტა დიდში არის დამოკიდო. და რომ მოვლენ შეჭამენ. მე არ ვჭამ შემწვარი კარტოფილის ესეთ რაღაცებს ძალიან დიდი ხანი, ზოგადად პური, მაკარონი ესეთ რაღაცებს არ ვჭამ საერთოდ. დიდი ხანია ძალიან. დიდი ხანი რა? 2 თვე არის, დღეს არის 7. ხო 7-ია. თუ რა არის? თუ რა? ხო და 2 თვე არის ზუსტად. ხო 2 თვე არის ზუსტად. აღარ ვჭამ არც ცომეულს. ეს მაკარონი, პური, ტკბილეული როგორ ხარ? ტკბილი რომ მომიდება ხოლმე, აი ხა რო გითხრათ რომ არ ვჭამ თქო, მოგატყუთ ნამდვილად. ანუ როგორ ვარ? კექსი რო გავაკეთებ თქვა ბანანის, ძალიან მიყვარს ბანანის კექსი ხშირად ვაკეთებ ხოლმე. შევჭამ ყავასთან ერთ ნაჭერს მოვიჭრი, შევჭამ ჩვეულებრივ, ანუ პრობლემა არ მაქვს. მას თლად ამოღებული არ მაქვს კვების რაციონიდან. იმიტომ რომ ძალიან რთულია მასე ყოფნა. მაგრამ რო გითხრათ რომ 3 ნაჭერი, 4 ნაჭერი შევჭამ, არა, ყოველდღე არ ვჭამ საერთოდ, იშვიათად. კვირაში 1-2 თუ შევჭამ. შოკოლადიც მომიდება ხოლმე, ჭამ ხოლმე, რო ვცდები რომ შავი შოკოლადი ვჭამ ხოლმე, მაგრამ ბევრი არა, პატარა ფილა. რას ვჭამ ხოლმე? ძირითადად სალათეულობას ვჭამ, ცილას ვჭამ კვერცხს. ოღონდ ყოველდღე არა, იმიტომ რომ არ მიყვარს კვერცხი დიდად, არც შემწვარზე არ გვიждები, არც მოხარშულზე არ გვიждები საერთოდ. ხო და კიდე რას ვჭამ? ხორცს ვჭამ, აი ჩვეულებრივ ნებისმიერი ხორცი, შემწვარი, ხარშული, ვჭამ სოუსივით, სუპივით, რაიმეს თუ გავაკეთებ, ჩვეულებრივ ვჭამ საჭმელს, გინდაც ხორცით იყოს, ანუ უკეთესი ხორცი, ანუ არ გიგონებთ რომ ხორცი გამატებინებდეთ ზოგადად. ხორცი რაც არ უნდა ჭამოთ, ანუ არ მოიმეთ, უბრალოდ ხა ღამე არ უნდა ჭამოთ, 6-ის მერე, 7-ის მერე უნდა ეცადოთ რომ არ ჭამოთ. ხორცს შუალებ ვჭამ ნებისმიერს, რამდენი რაოდენობაც მინდა, მაგრამ მთელი დღე არ ვჭამ და ღამე არ ვჭამ ხა ხორცეულს, რა თქმა უნდა. აი მაგალითად რომ მინდოდეს ახლა 3 ტოლმა შევჭამო, ჩვეულებრივ, ანუ შემიძლია ჭამ, მაგრამ ფიზიკურად ვერ შევჭამ. 1.5-ს ვერ ვჭამ ტოლმას ზოგადად. კიდევ რა? სალათეულობას ვჭამ, აისბერგი რო არის, სალცი ფოთოლს რო გავს, კომპოსტოს რო გავს, ანუ მაგას ვჭამ ძალიან დიდი რაოდენობით. კიტრი პომიდორს ვჭამ კიდევ სიმინდი, ეს კონსერვის სიმინდები რო არის ძალიან, ლუბიოს კონსერვები რო არის, მაგასაც ვჭამ, ოღონდ როგორ ვჭამ? ამ სალათაში ვურევ ხოლმე და ძალიან გემრიელად ვჭამ, ისეთ გემრიელია ხოლმე. ყველს ვჭამ, ძალიან დიდი რაოდენობით რო გითხრათ, არ ვჭამ ყველს, იმიტომ რომ ანუ ძალიან კარგიც არ არის ახლა წონისთვის. პატარა მოვიჭრი ხოლმე ვჭამ. კიდე რას ვჭამ? არ მოგატყუთ და არ დამავიწყდეს. ხო 6-ის მერე არ ვჭამ, თუ მომშვიდება 6-ის მერე, 7-ის მერე მაქსიმუმ ვჭამ იოგურტს. ხილს, ვაშლს, ბანანი იშვიათად. და ხანდახან ვჭამ იმას შვრიის ფანტელს, რძით, ან მაწონით, ხილს შიგნით,
თაფსაც უშვები ცოტას და არაქისის კარაქი ცოტა, ნახევარი კობზი დაახლოებით. ან ერთი კოზი ძალიან ცოტა უნდა. სავსე არა. და ამას ერთმანეთში უერთობ და მაგას ჭამხო. თუ ძალიან მშიაო, მაგ შემთხვევაში თუ არის ყოველდღე არ ჭამ, იმიტომ რომ კალორიულია ეგეც. უბრალოდ ანუ არ არის ესეთი რა. ტკბილი და ეს რაღაცა ანუ არ ასოცირდება ტკბილთან. კიდევ რას ჭამ? გაზიან სასმელებს საერთოდ არ ვსვავ, ის საერთოდ არ დამილებია. კიდე რა, თუ მომინდება, ვთქვათ, თუ მომინდა ძალიან დაბლიო, შეიძლება უშაქრო დაბლიო. გაზიანი სასმელი. ხო, ვიკეთებ ხოლმე ხშირად ნატურალურ წვენს, ფორთოხლით, რა ქვია ქართულად? კიდე ფორთოხალი, ბროწეულის წვენი ერთად ოღონდ, აი საოცარია ძალიან, გასაგებია ფორთოხლის წვენი და რა თქვი კიდე დამავიწყდა. რო ვლაპარაკობ ხოლმე ქართულ ბერძნულად ხო ვიცი რაც ანიშნავს და ვფიქრობ ხოლმე ქართულად რას ნიშნავს ის. მერტო შეიძლება. ბროწეული. კიდე დამავიწყდა ბროწეული და ფორთოხალი ერთად გაწურული, აი მოსასწაულია ძალიან, სასწაული. ხო, მაგას ვახო, მაგრამ ყოველდღე არა. ყავას ვაუშაქროთ ყოველთვის. იმიტომ რომ ტყილი არ მეყვარს. კიდე რა. ხო, ისეთი არაფერი, ანუ ეგენია. და ვსვავ კიდე როგორც დაბეღლავი არის საქართველოში, ისე სოდა ქვია აქ. გაზიანი რა, სასმელი ჩვეულებრივ. ანუ წყალივით რა, ანუ ყოველ გაზი რომ აქვს, ეგ ძალიან მიყვარს თვითონ რა, განემიტომ ვსვავ რომ ჭირდება. ანუ მიყვარს უბრალოდ მე. მაგას. შემდეგ. ანუ ეს ამ რაღაცებს მარტო, ანუ სხვა არაფერი. რო გითხრათ სხვა რამეს ჭამთ, ხო მოგატყობთ არაფერს საერთოდ. ანუ ეს რაღაცებს ჭამ, ტორტი და ეს რაღაცებს არ ჭამ, მაგრამ აი რო იყოს ახლა სიტუაცია რომ მაგალითად წავიდეთ დაბადების დღეზე და ანუ ცოტა ისეთი სიტუაცია იყო, შევჭამ ცოტას ოღონდ რა. თავიდან როგორ დავიწყე? ცილით დავიწყე, ანუ რო დგებოდი ხოლმე დაახლოებით 12 საათისთვის ჭამდი მოხარშულ კვერცხს, რამდენიც მინდოდა. თუ მინდოდა 10-ში მეჭამ, ანუ პრობლემა არ ქონდა მაგას, ანუ კალორიებს არ ვითვლიდი. ჭამდი მაგალითად 4-5 ცენტრი, ფიზიკურად მეც ვერ ჭამდი, მაგასაც ძალიან ჭამდი ხოლმე. ხო, ყავას ვსვავდი ხოლმე და რამე შეიძლება ტკბილი მომყლებინა შოკოლადი, პატარა ფილა ძალიან. შემდეგ სამსახურიდან მოვდიოდი ხოლმე, მანამდე არაფერს აღარ ჭამდი. სამსახურიდან მოვდიოდი ხოლმე 5-ზე 6-მდე ჭამდი ხოლმე ხორცს მარტო და ცოტა სალათას დავიჭრიდი ხოლმე. ხორცი რამდენიც მინდოდა, რომ გამძღარიყავი კარგად, რომ მალე ამოვშევდა, ცოტა ესე ჟღერს გამძღარიყავი, მაგრამ სხვანაირად არ ვიცი. ანუ რო იგრძნობ, რომ მეტი აღარ შეგიძლია, რომ დაამთავრო ჭამა რა, ანუ ხორცი ოღონდ. სალათი ცოტა უფრო ნაკლები ძალიან. მაგას ჭამდი ხოლმე ერთი კვირის განმავლობაში დაახლოებით და კილო და რაღაცა დავიკალი. შემდეგ ამ ერთი კვირის მერე დავიწყე როგორ ჭამა. ჭამდი სალათეულობას უფრო მეტად, ხორცეულობასაც ჭამდი და ანუ ესე ცოტა საჭმელს ვეპარებოდი როგორ მაგალითად სუპი მქონდა გაკეთებული, ჭამდი ჩვეულებრივ, ოღონდ უფრო მეტ წვენს ვიღებდი ხოლმე და არა კარტოფილს, ხორცს. უბრალოდ მეცნან აღარ მინდოდა, იმიტომ რომ მომბეზდა ეს ხორცის ჭამა, ყოველდღე ხორცს ჭამდი ხოლმე ამ ერთი კვირის განმავლობაში. და ანუ ასე შევეჩვეყებას ასე ვთქვათ. ეხა როგორ ვარ, დილით არ ჭამ არაფერს, იმიტომ რომ არ შემიძლია ზოგადად დილით ჭამა. ყავას ვახომე, რამეს ტკბილს ვაყოლებ ხოლმე აუცილებლად პატარას. და შემდეგ არაფერს აღარ ჭამ ხოლმე, რომ არ მინდება საჭმელი და რომ მოვდივარ ხოლმე სამსახურიდან, შემდეგ ვჭამ ხოლმე უკვე. всё. ანუ რაც მინდა, რაც მაქვს საჭმელი, მაგალითად სალათი ჭამს არაფერს. მაქვს საჭმელი სუპი მაგალითად. ჭამ სუპს, მაქვს გუფთა, ჭამ ჩვეულებრივ გუფთას, ოღონდ ხორცით ჩვეულებრივ რა, მაგრამ იმდეს არა, რომ აი გადავსკდე. ერთ პატარა იმაში ამოიღებ ხოლმე და ჭამ ხოლმე, რაც მაგმაყოფილებს მე, ანუ. მე ხო ვიცი უკვე მე რამდენი მჭირდება და რამდენს ჭამ. ხო, ეს. და ხო. და რამდენი კილო ვარ ახლა? რამდენი კილო დავიკალი? ორ თვეში ზუსტად, ანუ ამ კვებით არც კალორიები დავიცავი. უბრალოდ ანუ ჩემ თავს რამდენიც უნდა და იმდეს ვაჭმევდი და ანუ ეგ რაც გითხარით ისინი ამოვიღე მთლიანად. გეტყვით ახლა რამდენი დავიკალი?
ხო, ზუსტად დავიკელი 4 კილო და 700 გრამი. ზუსტად. ეხლა ზუსტად ვარ 62 კილო და 700 გრამი. ზუსტად დილით ავიწოდე. ყოველდღე ვიწონები ხოლმე. კატასტროფულად მიყენებოდა წონა. ერთი წონა ვიყავი 2 კვირა, წარმოიდგინე. 2 თვე ვარ თან ასე. განა იმიტომ რომ ჯანსაღად მინდოდა მეკვებოდა ისე დავიწყე. არა, იმიტომ რომ ანუ არ ჭამდი ხოლმე მთელი დღე. საღამოს ჭამდი ხოლმე მარტო, მაგრამ ჭამდი ხოლმე პურცაც ვატანდი და ეს იმიტომ ჩემ ორგანიზმზე მოქმედს. ანუ ყველა ორგანიზმი ერთ ეგივე ხო, რა შეიძლება შენ ჭამო პური და რეაქცია არ ქონდეს, ხო არ მოიმატო. ძალიან ბევრი ადამიანი იმასე. ანუ ჩემი ორგანიზმი უკვე ვიცი, ანუ რა მოწონს, რა არ მოწონს, რა არ იცოდი ჩემი წონისთვის ასე ვთქვა. ხო. და ანუ ერთხელ ჭამდი ხოლმე რა. მაგრამ მე გამამატებინებდა ხოლმე, რომ მთელი დღე შედი რო ვიყავი, ღამე ვჭამდი, საღამოს ჭამდი ხოლმე, ძალიან გვიან რა. ხო, ეგ იყო მარტო. ხო. და ასე. წონა ძალიან მეყნებოდა ხოლმე, მაგრამ არ ვნებდებოდი საერთოდ. ხან მეც მაჩვენებდა ხოლმე გრამობით, მაგრამ არც მაგას ვნებდებოდი. ერთი დღეც არ ჩამიქნებია ხელი. რას ვაკეთებდი ხოლმე? ანუ როცა წონა მეყნებოდა თქვა ერთი კვირა ზუსტად ერთი დღე ოდნავ მეც ვჭამდი ხოლმე რა, აი ოდნავ მეტს. ან შეიძლება ცოტა ისეთი რაღაც მეჭამა, მაგალითად მაგალითად ვჭამდი ხოლმე რას? აი მაგალითად მჭადი მქონდა გაკეთებული და ვთქვა 2 წელი მჭადს ვჭამდი ხოლმე დამატებით. და ანუ ეს უკვე წონაზე მოქმედებდა ხოლმე რა. და ოდნავ შეიძლება მეტი ვიყავი. ესე ვთქვათ 400 გრამით მეც მეჩვენებდა მეორე დღეს, მაგრამ შემდეგ უკვე იგივენაირად ვაგრძელებდი ხოლმე რა, როგორც ვაკეთებდი და დავიკელი. ანუ ჩამოვიდა მე წონა, ჩამოდიოდა ხოლმე. ანუ გაყინული წონას ძრავდი ასე ვთქვათ რა, ცოტა ისეთი. ისე რომ ვთქვათ პირდაპირ. ხო და ასე ხა მაგ ზუსტად მაგდენი დაკლებული რამდენიც გითხარით და ანუ კარგად გრძნობ თავს. რო გითხრათ ძალიან მეტყობა თქო არა. ასეც მერზე ვატყობ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რაღაც გამიდიძდა და უფრო კარგად მაქვს, რაც მოტკეცილი მქონდა. და ასე. ძალიან კაია, რა ვიცი. მე მაოფილი ვარ, არ მეჩქარებ არსად. არც არავის არ ვეჯიბრები, ანუ ჩემ თავთან ვარ უბრალოდ ასე მშვიდად წყნარად და მიხარია რომ ანუ ჩემი თავი რომ ბედნიერია და ჩემ თავი რომ სრულყოფილად გრძნობს თავს და კარგად გრძნობს თავს და ანუ კომფორტულად არის ჩემი სხეული ჩემ თავთან, ანუ ეგ არის მთავარი ჩემთვის. და არა ის ვინ რას იტყვის. ასე ვთქვათ, ზოგი საქართველოში ასეა ზოგადად. ის წარერიდებათ რომ გითხრათ, ვაიმე, როგორ გასუქდი, ან როგორ გახდი. გასუქებული რომ ხარ, გეუნებიან რომ ვაიმე, როგორ გასუქებული ხარ და ძალიან გამხდარი რომ ხარ, ან ძალიან გახდა, ვაიმე, როგორ არ გიხდება და ეს რაღაცები ვიცი ხოლმე, აი ძალიან მიცნებდა ხოლმე ეგეთ რაღაცებზე, რომ ყველა ადამიანი არ არის ერთ და იგივე და უფრო მეტი ადამიანი არ არის კარგი ადამიანი, ასე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი გავიცანი ამ ცხოვრების განმავლობაში, დიდი არ ვარ ძალიან, მაგრამ ძალიან ბევრი რაღაც გამოვცადე, ძალიან ბევრი რამე გადავლახე, ძალიან ბევრი ადამიანი გავიცანი ვინ როგორია, ვის რაში ჭირდები და ასე შემდეგ, რომ აღარ გავაგრძელო ლაპარაკი. იყავით თქვენთვის, იყავით მშვიდად, აკეთეთ ის რაც გინდათ და რას მოგწონთ და უფრო კარგად იქნებით და უფრო ბედნიერები იქნებით. არავის არ უღუროთ, არავის არ შეხედოთ, ვის რა აქვს, ვის როგორ აქვს და არავის შეჩურდეთ, ასე რომ ვთქვათ. ეს ძალიან ცუდი არის ადამიანისთვის. ცუდათაც მოქმედებს და ცუდი გავლენა აქვს რა ცხოვრებისეულად. იყავით თქვენთვის, რაც ხართ, როგორც ხართ. ანუ ასე ვარ მე. იდეალურად გრძნობ თავს, ჩემთვის ვარ, წყნარად ვარ, მშვიდად ვარ. არავის თან არ ვარ ასე ვთქვათ, რომ ხო ხდები, რომ აი ვიღაცასთან რომ ძალიან ისე ვიყო, აი დამოკიდებული, აი თუნდაც მეგობართან ავიღოთ, არ მაქვს ასეთი არ ვარ მასე რა. ჩემთვის ვარ უბრალოდ. აი მარტო ჩემთვის ვარ და იდეალურად გრძნობ თავს დამიჯერდეთ. სხვა არავინ არ გჭირდებათ, ანუ კი, მეგობარი ძალიან კარგია თქვენთვის და მეგობის გარეშე ანუ არაფერი არ არის, ხო? მეგობარი აუცილებელია რომ გყავდეთ, მაგრამ თქვენ თავთანაც რომ მარტო იქნებით, ძალიან კარგი არის. აი ჩემთვის პირადად ძალიან კაია. მყავს მეგობრები ძალიან ბევრი, მაგრამ აი ეს
როგორც რომ გითხრათ, აი მეგობრობა, ურთიერთობა, ყველაფერს უყვები და ის, ანუ ამასე არა ვარ არავით. ჩემ თავთან ვარ მხოლოდ მართალი და გახსნილი და ყველაფერს უყვები შენ თავს და შენ თავი რომ არ შენს გვერდით. ხო, ისე ამ იმაში ვარ. ამ სივრცეში. აქ თან კარგი, იმიტომ რომ შუქი კარგად არ ტყავს. თან კარგი სუფთა კადრი არის. იმიტომ რომ შეგნით ძალიან ბუნდოვნად ჩანს ხოლმე და წინა კამერით ვიღებ და იდეალურესი ხარისხი არის. უკანა კამერით გადავიხოთ ძალიან მაგარი ხარისხი იქნება უფრო მეტად. და ასე. თმა მაქვს შესახები კატასტროფულად, აი მეტყობა კიდეც ნახეთ. ნიფერები ნახეთ. როგორ მაქვს და პირველად რაც აქ ვარ საბერძნეთში, პირველად გავიკეთე თმა ასე და ასე მივიდივარ სამუშაოზე. თმა შევიჭერი ხომ გითხარით წინა ბლოგებში, ხო? დიდი გრძელი თმა რომ მქონდა აქამდე, ეგ შევიჭერი. ან ასე გავიკეთე, ჩვეულებრივ ავიწე თმა და ასე მაქვს აკეთებული. და იდეალური არის, იმიტომ რომ თმა მაქვს შესახები და ცუდად მიჩანს თან ის ჩამოსული რო არის ეს შავები ხო გადმოვიდეს მუქი თმა რომ აქვს. ან გუშინ რომ მეყიდე საღებავი, მაგრამ ფული დამშესახში. დილით. იმიტომ რომ პური უნდა მეყიდე, უნდა ჩავსულიყავი. ის იმ პურის კიდევ სამოვიწყდა და ფულის დამშა. საფულის დამშესახში. ხო და დღეს ახლა უნდა წავიღო პური მეყიდე უკვე დღეს და თმის აღება უნდა ვიყიდო და შევიღებო. თუ მომახერხეთ თქვენ ერთად შევიღებო, განახებთ რა ნომრით ვიღებავ. თუ ვნახე ის ნომრები რაც მინდა, იმიტომ რომ სხვა უნდა ვცადო ახლა. და კიდევ რა მიყვითელდება ძირები, ქვითა უკანა მხარე და არ ვიცი რა გამოვიყენო. გავიღიაო მინდა, მაგრამ არ ვიცი რა გამომივა. მაქვს გასახელებელი ნაყიდი ყველაფერი მაქვს, მაგრამ როცა არ იცი ძალიან რთული არის შენი ხელით გაიკეთო. და მე როცა გავიკეთე აქ საერთოდ შეშინელებად აკეთებენ. ანუ ერთი დღე კარგად გაქვს კი გეთანხმებით, მაგრამ ერთ კვირაში ჩამოდის მთლიანი საღებავი საერთოდ. არ ვიცი რას უშვებიან, ანუ რა არის. ტონიკი ალბათ თუ რავი, არ ვიცი რას უშვებიან. მე რამდენი ხანი ვლაპარაკობ, ჩვენ მეწვით გახდა. თქვენი ძალიან ბევრი ლაპარაკი გამომივიდა უსასრულოდ. საათი ვიცი რომ მე არის. მე ერთ საათს მოვიტანე. 37 წუთი არის დავტანე საათი და სტენად თქვენ ახლა შეერთებული რომ აუცილებელია ძალიან ბევრი ყველი გამომიგზავნეს, ძალიან ბევრი საქართველოდან და ჩავდე წათხში ხა გუშინ ღამე საღამოს დიდ ბალონში არის ლურჯ ბალონში და უნდა გავიტანო გარაჟში იქით მხარეს გარეთ, იმიტომ რომ აქ ადგილი არ მაქვს ახლა მაგის ნამთვირად. ხო და ასე. ამიტომ რა ვიცი, ვისაც დაწყება გინდათ დიეტების, არ გინდათ ეს დიეტები, იმიტომ რომ ძალიან ბევრი დიეტა მაქვს ცხოვრებაში გაკეთებული. პატარაობიდან სკოლაში რომ დავდიოდი, მადიდან ვაკეთებდი დიეტებს, თან როგორ დიეტებს, შიმშილობით. და ძალიან ცუდი არის ორგანიზმისთვის დამჯერეთ. ასე ვარ რა, ანუ არ მიჩქარება დაკლება, იდეალურად ვცნობ თავს და დავიკლებდი 1-5 კილოსკენ. მეტი არა, ძალიან, მე არ მიხდება. ჩემ თავთან ეხლა მე არ მიხდება, მაგალითად, ძალიან გამოსი გამხდარი. 1-5 კილოს რო დავიკლო, იდეალური იქნება ჩემთვის დამჯერეთ. ნახოთ რა იქნება. და ასე, სხვა რა არ ვიცი რა გითხრათ, წონაზე გელაპარაკე ამ შემთხვევაში. ნუ მაინც ხო გამოვიდა ბლოგი. ხო და ასე. თქვენ თავს მიხედეთ, თქვენ თავს მოუვარეთ და არავის არ უსმენთ არასდროს. ანუ ცუდ მხრივ რა, ანუ კარგი, ახლა ყოველს აზრი უნდა გაითვალისწინო, შეიძლება არ დაუჯერო, მაგრამ მოусმინო უბრალოდ სხვას, რას გირჩევენ. და ყველას არ აყვეთ. ხალხი არის ასე ვთქვათ, შეიძლება ცუდად გამომივიდეს არ ბრო და შეიძლება ისეთ რაღაც გითხრა, ძალიან ბევრი გულიც გატკინო. მაგრამ ყურადღება არ მიაქცეთ საერთოდ, იყავით ის რაც ხართ თქვენთვის, აკეთეთ ის რაც გინდათ, რაც გსიამოვნებთ და
როგორც თქვა ცოტა ისე. და თქვენს თავის მიხედვით რა. სხვების ჭორაუფაში და დროის ხარჯვაში ნუ დაკარგავთ ამ ცხოვრებას დამჯერეთ, იმიტომ რომ ეს ცხოვრება ერთი წამია, რომელიც თვალდახუჭავ და გაახელდა გასული არის 5-10 წელი, როგორც აი აქ ვარ ხა და ისე უაზროდ გადის დრო ამ მუშაობაში რომ ვერიგებ საერთოდ. ხო და ასე. წარმატებებს გისურვებთ. თუ რაიმე დაგაინტერესებთ, შეგიძლიათ მომწეროთ კომენტარებში. და რა ვიცი, თუ იმას დაწყება უნდა ანუ ამ ჯანსაღი ყვების მხრივ, ანუ ჩვენი დავეხმარები პრობლემა არ მაქვს. როგორც გამოცდილი ვარ იმ მხრივ რა. ძალიან ბევრი მაქვს გამოცდილი, ძალიან ბევრი რაღაც მაქვს ნაყიდი, ეს დიეტები რომ იყო, ძალიან ბევრი დიეტები მაქვს გამოცდილი ნაყიდი კიდეც დაჟე ისინი იყო ხოლმე, ანუ რაღაც smart დიეტა. არ მახსოვს. აი ძალიან პოპულარული რო იყო ერთ პერიოდი, თუ გახსოვთ. ჭიქები რომ მოყვებოდა თავისი ფერადი, როგერჩია, რაღაც შეიკებივით რაღაც ფხნილები რო იყო, ეგ უნდა დაგელი რაღაც უაზრო რა. აი მე იმდენი ფული მაქვს დახარჯული ყველაფერში. რო სისულელია დამჯერით ამ ყველაფერში ფულის გადახდა. სისულელია, ყველაფერში არის სისულელი გადახდა, ანუ შენი თავი, შენ აიყვანო ხელში და შენ თავს შენ უნდა მის სტიმული და 1-2 დღე შეიძლება გაგიჭირდეთ, მაგრამ ყველაფერს შეძლებთ აუცილებლად, თავი მონდომებაა და არ იჩქაროთ არასდროს, არაფერს. ხო და ასე. ჩემსკენ რა ვიცი, ნუ კარგად ვარ, ცუდად არ ვარ, საშუალოდ ვარ. ბევრი კარგიც ხდება ჩემს ცხოვრებაში და ბევრი ცუდიც ხდება. რომელიც ალბათ ამ თემებზე ვილაპარაკებს სამომავლოდ. ჯერ არ ვარ მზად. ძალიან თვეები ვიყავ დაკარგული, აღარ ვწერთავდი ვიდეოებს და მის მიზეზიც მქონდა. უბრალოდ ავიღე ტელეფონი და დავიწყე ვიდეოების გადაღება ათენში რომ წავედით. თუ გაქვთ ნაყურები ეგ ვიდეოები არ ვიცი. და მანდიდან დავიწყე და მე უკვე რო ერთი ავტორის თეორია, მეორე ავტორის თეორია, მესამე ავტორის თეორია უკვე დავიწყე რა შემდეგ ვიდეოები. უბრალოდ ავიღე ტელეფონი და ჩავთე კამერა და დავიწყე ვიდეოს გადაღება. всё, სხვა არაფერი არ არის. მაგრამ ანუ უაზრობა უბრალოდ ყოველი დღის გადაღება. რას იცმებ, რას ჭამ, ან რას ამზადებ, რა ვიცი, ჩემთვის უაზრობა რა ყოველ დღე ერთი და იგივე, მაგრამ ვისთვის როგორ ალბათ შეიძლება სხვისთვის საინტერესო იყოს. ჩემთვის ახლა უინტერესოა ეს ყოველდღიურობა, ერთი და იგივე ყოველდღიურობა. რაღაცები გამოვიწერე ახლა რა, ანუ რამოდენიმე დღის წინ ფეხსაცმელები გამოვწერე ანდრეას. რაც პატარა მოვიდა, საშინელება არის და განახებთ მე სხვა ვიდეოში ფეხსაცმელს. ძალიან მაგარი ფეხსაცმელი გამოვწერე პატარა აქვს. და ის პარკირაშიც იყო, გადავაგდე, რითიც უნდა გამოგზავნა. სხვა ფეხსაცმელები გამოვწერე ახლა. Nike და Adidas-ი. არა, უბრალოდ ბოდიში ვიტყვები. Puma და Adidas-ი. დოს Nike-ს რო უწერ ხოლმე, ის მაქვს შეჩეული მაქვს ეს ყური. ნაცაცმელები გამოვწერე, რომლებიც ის ქონდა. დაუპატრებდა ყველაფერი, იმდენად გაიზარდა. გამოვწერე ალბათ 4 წყვილი არის, არ მახსოვს ზუსტად. კიდე რა მაქვს? ერთი პიჯაკი მაქვს ჩემთვის გამოწერილი, ჩუსტები მაქვს ბავშვებისთვის გამოწერილი. და ერთი საიტიდან გამოვიწერე ელასტიკი, რომელიც ძალიან მინდოდა პრიალა არის და ორი ზედა გამოვიწერე ერთნაირებია, როგორც სხვადასხვა ფერები არის ფასდაკლებით. მაგრამ ისიც სასაცილო ფასები მეცი, რო გითხრათ, გაიცინებთ. მე განახებთ. რო სავარაუდოდ თვალიდან ჩამოიდეს, შაბათი დღეს ჩამოდის ხოლმე უფრო მეტად ყველაფერი რა. სავარაუდოდ ყველაფერი ერთად მოვა. ასე ვფიქრობ მე და ნახოთ. და მინდა რომ გაგიზიაროთ თქვენ და განახოთ რები არის. ასე, დაგემშვიდობებთ ახლა 25 წუთი ხდება რაც გელაპარაკებოდი, რომ აღარ დაგღალოთ უაზროდ ლაპარაკით. ყველაფერს კარგს გისურვებთ, კარგ დღეს გისურვებთ, კარგ საღამოს გისურვებთ, ვინც საღამოს მიყურებთ და ყველა მიზნის ასრულებას გისურვებთ აუცილებლად. კოცნით ბერს და დროებით გემშვიდობებთ.